ვობსონისა და ლეპედატუს ინფოდინამიკის მეორე კანონი თერმოდინამიკის მეორე კანონს ეფუძნება. ამ კანონის მიხედვით სამყაროში მიმდინარე ბუნებრივი პროცესები ენერგიის დაკარგვით დასრულდება, რაც საბოლოოდ სისტემის უწესრიგობამდე დადის და ენტროპის დონეს ზრდის. ვობსონი, რომლის მიხედვითაც ინფორმაცია მატერიის ფორმად უნდა ჩაითვალოს, ვარაუდობდა, რომ იგივე უნდა იყოს საინფორმაციო სისტემების შემთხვევაშიც. ანუ ინფორმაციის სისტემის უწესრიგობაც უნდა გაიზარდოს. თუმცა, ორი განსხვავებული ინფორმაციული სისტემის, ციფრულ მონაცემთა საცავისა და RNA-ის გენომის შესწავლით აღმოაჩინა, რომ ეს ასე არ არის. ინფოდინამიკის მეორე კანონი ითხოვს, რომ ინფორმაციის ენტროპია ან დარჩეს იმავე დონეზე, ან სულაც შემცირდეს დროთა განმავლობაში. ახალ ნაშრომში ფიზიკოსი იკვლევს, რას ნიშნავს ეს ახალი კანონი სხვადასხვა სფეროსთვის, როგორიცაა გენეტიკა, კოსმოლოგია, ატომური ფიზიკა, სიმეტრია და რა თქმა უნდა სიმულაციის ჰიპოთეზა. გენეტიკის მხრივ ვობსონმა SARS-CoV-2-ის სხვადასხვა ვარიანტები გაანალიზა. მან აღმოაჩინა, რომ მუტაციების მსვლელობებთან ერთად ყველა შესწავლილ ვარიანტში ინფორმაციის ენტროპიის შემცირება იყო. ეს მიუთითებს, რომ არსებობს რაღაცა მექანიზმი, რომელიც მუტაციას ინფოდინამიკის მეორე კანონის მიხედვით არეგულირებს და არა შემთხვევითობა. და სიმეტრიის გავრცელებას სამყაროში, პატარა ფიფკიდან განსაცვიფრებელ სპირალურ galaktikამდე, შეიძლება ინფოდინამიკის მეორე კანონითაც აიხსნას. შემდეგი ნაბიჯები ამ აღმოჩენების ექსპერიმენტულად შემოწმება იქნება. თუ სიმულაციაში მართლაც ვცხოვრობთ, მაშინ ინფორმაცია სამყაროს ფუნდამენტური საშენი მასალაა, ისე როგორც ბიტებია კომპიუტერში ინფორმაციის ფუნდამენტური ერთეული. და როგორც ვობსონი ვარაუდობს, მას მასა უნდა გააჩნდეს. თუ ეს ასია, მაშინ ის შეიძლება ინფორმაციის განადგურების გზით გამოვლინდეს, ანუ ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების შეჯახებისას. იმას, რომ ჩვენ ყველანი გიგანტურ კომპიუტერულ სიმულაციაში ვცხოვრობთ და მატრიცის მსგავს ვირტუალურ სამყაროს შეცდომით აღვიქვამთ როგორც რეალურად, რასაკვირველია ჩვენი ინსტინქტები საპირისპირო მტკიცდება. სიმულაციისგან განსხვავებით ყველაფერი ძალიან რეალურია, მაგალითად ამ კალმის წონა ჩემს ხელში. ბგერები ჩემს ირგვლივ, როგორ შეიძლება მსგავსი მძაფრი განცდები არ იყოს რეალური? მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეული წარმოუდგენელი პროგრესი. ჩვენ გვაქვს ზებუნებრივი რეალიზმის შემცველი კომპიუტერული თამაშები, არჩევითი ავტონომიური პერსონაჟებით და საოცარი დამაჯერებელი ძალით მქონე ვირტუალური რეალობის სიმულატორებით. ფილმ მატრიცას ნარატივს უპრეცედენტო სიცხადე გააჩნია.